მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და თქვენ უყურებთ მე-6 ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვირდებით რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე მოისმენთ ანალიტიკურ გარჩევებსა თუ დისკუსიებს. დღეს ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა ირაკლი და მივესალმებით ირაკლის და ჩვენთან ერთად არის ბუნებრივია რეზი. მეც გიორგი თქვენთან ერთად ვარ. საინტერესო კვირა გქონდა, როგორც ყოველთვის. თუმცა ამ კვირაში გვაკლდა რაღაცა სუპერ მატჩები. შესაბამისად, ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის თუ რა ფორმატით ვაგებთ ხოლმე გადაცემებს, მაგრამ დღევანდელი ფორმატი ოდნავ განსხვავებული გვექნება. გამომდინარე იქიდან, რომ სეზონი ნელ-ნელა სრულდება, გულისხმობ შიდა ჩემპიონატებს, დაახლოებით 10, 11, 12 ტურებია დარჩენილი ჩემპიონატების დასრულებამდე და ბიჭებს ვთხოვე, რომ ამ გადაცემისთვის მოგვემზადებინა, ასე ვთქვათ, ჩემპიონატის დასრულით ეტაპზე რომელ გუნდებს მივიჩნევთ ფავორიტებად. მე პირადად ჩემპიონატს ვაფასებ დადებიდან იმ შემთხვევაში თუ ეს საჩემპიონო ბრძოლა და მარათონი გრძელდება დიდხანს და თუ ტოპ 5 ჩემპიონატს ჩავხედავთ, ორი გვაქვს ისეთი, სადაც ჯერჯერობით ძალიან რთულია თქვა, თუ რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი. ერთი არის იტალიის ჩემპიონატი სერია A და მეორე არის ესპანეთის ჩემპიონატი. შესაბამისად, ზუსტად ამ თემებზე მინდა რომ ვისაუბროთ პირველ თემად, როგორც მინიმუმ დღევანდელ პოდკასტში. იტალიის ჩემპიონატით დავიწყოთ ბიჭებო, სადაც 3 ან ზოგიერთის აზრით 4 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. რეზი, შეგიძლია გახსნა? 3? მე მგონი 2 იბრძვის, მე მგონია. ანუ ატალანტას მე მათემატიკა კარგად ვიცი 2-ია. არა, ატალანტა მე მგონი არ იბრძვის ჩემპიონობისთვის. და მე თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდი. მე ძალიან დამწყებული ატალანტა 100-დან რო გამოვარდა. მეკითხა რომ 100 მოიგებდნენ ჩემპიონატის მოგების რესურსი მე მგონი არ აქვს. ანუ ინტერი, ნაპოლი ამ ორ შორის გადაწყდა. მე მაინც ინტერი მიმაჩნია ისეთ ცირე ფავორიტად, მაგრამ ნაპოლისაც აქვს რაღაც კოზირები, ანუ ერთ თამაშს რომ ატარებს კვირაში, მარტივი კალენდარი აქვს სეზონის ბოლოს 7 თამაში შედარებით მარტივი თამაშები უწევს და ინტერ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში, სავარაუდოდ ამ ეტაპს მაინც გაივლის. პლუს ტრამვები და გადაღლილობა, მსგავსი ფაქტორები მუშაობს, ამიტომ ცირე ფავორიტი ჩემთვის ინტერია, მაგრამ ნაპოლი მგონია რომ ბოლომდე გაგრძელდება, ან ბოლო ტურამდე შეიძლება ეს ბოლო იყოს. პირველ რიგში მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება. აგერ ნახეთ, ერთი გადაცემა არ ჩამწერეთ და ეს საშინელი თამაშები იყო, არაფერზე სალაპარაკო. ჩვენ არ გვაქვს სოფლიო ფეხბურთის კიტირის ჩემი ამ გადაცემაში არ ყოფნისგან. ეს ის ხო რა. რაც შეეხება სერიას. იცი როგორ ჩემპიონატია წელს, აი ყველა გუნდი არის ერთმანეთთან დგას და არა ბატონო თქვენ გახდით ჩემპიონი. არა სიძახით თქვენ გახდით. ანუ რა მგონია რომ არ უნდათ რა უბრალოდ რომ მოდი ახლა ის შენ გახდი, რაღაც ჯენტლმენები გახდნენ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ნუ ახლა ინტერს ქონდა საშინელი კალენდარი, საერთოდ ანუ ვერაფერი ვერ ქნა, მაგრამ მაინც როგორ აღმოჩნდა პირველზე არ ვიცი. რთულ კალენდარში თამაშები ვერ მოიგო და პირველზეა გუნდი. ნაპოლის ნუ ყველა მარტივისა აქ თითქოს, მაგრამ ქულებს კარგავს. თან ნაპოლის ახლა ეწყება ცოტა რამოდენიმე რთული მატჩი აქვს. იქით იუვენტუსი გაცოცხლდა საჩემპიონო რბოლაში 6 ქულა, ხო? 6 ქულა, ხო. 6 ქულა იქნება თუ ამ გადაცემას როცა წერტ US ვერონასთან არ აქვს ნათამაშები. თუ იუვენტუსი დღეს მოიგებს, მაშინ 6 ქულა იქნება სხვაობა და აი ამიტომ ვთქვი ზუსტად რომ 4 გუნდია თქო საჩემპიონო მარათონში. ხო და რეალურად 4 კი არა, მე მგონი არც ერთი გუნდი არ არის და არ უნდათ. თან პირველ ადგილოსანი, აუ ეგ სტატისტიკა გზაში ვიყავი რომ მოვიფიქრე რომ მეთქი აი ბოლოს ეს როდის იყო თქო და ვეღარ შევამოწმე. სტატისტიკა მაინტერესებს ამ რაოდენობის თამაშებში ესე ცოტა ქულით თუ ყოფილა ოდესმე სერიაში ლიდერი გუნდი. ძალიან ესე ვთქვი მე მგონი მიხვდით რა ვიკითხე? ხო. ეგ მაინტერესებს. ხო, დასაწყისში რატო ვთქვი რომ 4 გუნდი, 3 ან 4 გუნდი იბრძვის თქო. რთულია ატალანტაზე ვთქვათ რომ ჩემპიონობისთვის არ იბრძვის, იმიტომ რომ 3 ქულა მხოლოდ სხვაობა ინტერთან. შესაბამისად, შემდეგ ტურში მაგალითად ატალანტა ინტერია, ხო? ატალანტამ რომ მოუგოს ინტერს, თან ბერგამოშია მატჩი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ატალანტა ბრუნდება, ასე ვთქვათ, საჩემპიონო ბრძოლაში. თუმცა, რადგან ბიჭებმა ისაუბრეს, მე შევეცდები, რომ კალენდარული თვალსაზრისით წარმოვადგინო. საერთოდ
ატალანტას მტერი ადამიანი რო ვნახოთ და ვუთხრათ რომ აი მოდი ყველაზე ცუდი კალენდარი შეადგინე ატალანტასთვის, აი ეხლა რა კალენდარიც აქვს ატალანტას, ეს არის ყველაზე ცუდი კალენდარი. დავიხმარ ცოტა ჩავიხედები, მაგრამ ატალანტას შემდეგი 6 თამაში აქვს იუვენტუსთან გასვლა, ინტერთან სახლში, ფიორენტინაში გასვლა, ლაციო სახლში, ბოლონიაც რომელიც საკმაოდ რთული გუნდია სახლში და თუ ატალანტას სახლში ფორმას გავითვალისწინებთ, რომ 2025 წელს გამარჯვება არ აქვს სერიაში, საკუთარ მოედანზე ესეც რთული თამაში იქნება და ბოლოს მილანი გასვლას. აფიშებით არის ასე ვთქვათ, მაგარი თამაშები. გასაგებია, რომ დღეს ისეთი ფეხბურთი გვაქვს ზოგადად ვერავისთან ვერ დაგეგმავს სამქულას, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ წინ ატალანტამ ვენეციასთან, რომელიც უდიდესი ალბათობით სერიას დაემშვიდობება, ქულები დაკარგა, მაგრამ ეხლა ძალიან რთული პერიოდი ეწყება ატალანტას, ისედაც რომ კრიზისშია, წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ, ლიგიდან გამოვარდნაც და თასიდან გამოვარდნაც ამას ადასტურებს, თასიდან ბოლონიასთან გამოვარდა. იქ ერთადერთი ეს გუნდი კარგად თამაშობს ბოლო პერიოდში გასვლაზე, ემპოლის გადაუარეს, ვერონას გადაუარეს, თუმცა აი რატომღაც სახლში აქვს პრობლემები. ინტერმა ირაკლის თქმის არ იყოს, კრიზისული პერიოდი ცოტა გადალახა, კალენდარს გულისხმობ, მაგრამ რამდენიმე რთული თამაში მაინც უწევს. ატალანტაში, ბერგამოშია გასვლა ატალანტასთან, რომას ეთამაშება, რომელიც ბოლო პერიოდში მოვიდა ფერზე და მოკლედ მე ვფიქრობ, რომ იტალიაში უნდა გქონდეს საკმაოდ კარგი ფინიში სეზონისა, მაგრამ დღეს ვკითხულობდი ერთ-ერთი იტალიელი ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ ისეთი ჩემპიონატი გვაქვსო წელს, რომ ხო შეიძლება რომ გამონაკლისის სახით დაუშვათ, რომ ჩემპიონი არ გყავდესო. ეს 4 გუნდი, რომელიც შევა 4-ში გავიდესო ლიგაზე, მაგრამ ჩემპიონი არ ვიცი რამდენად შეიძლება დაერქვასო იმ გუნდს, რომელიც სეზონის ბოლოს პირველ ადგილზე გავა, იმიტომ რომ ლიდერები მოკლედ პანტაპუნტით კარგავენ ქულებს და სხვათა შორის იუვენტუსი, რომელიც იმდენად არასტაბილური გუნდია, რომ სად დაკარგავს ქულას კაცმა არ იცის, მაგრამ აი დღეს თუ მოიგო 6 ქულამდე შეამცირებს სხვაობას და იუვენტუსსაც ვერ იტყვი, რომ რაღაცა ჯოჯოხეთური კალენდარი აქვს, თან უკვე ყველა ტურნირიდან გამოვარდა, სადაც თამაშობდა და მარტო სერია დარჩება, მოკლედ სეზონის გადასარჩენად რეალურად სერია ექნება რა. კარგი, რამის დამატება ხო არ გსურთ? არა. სხვათა შორის გუშინ წინ მქონდა ნაპოლი ინტერი. ამ თამაშმა სავარაუდოდ ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინები, ისეთ სახეებით მიყურებთ. კონტეს ეს თამაში როდის მოძველდება, არ ვიცი, იმიტომ რომ სადაც კონტე მიდის, ყველგან არის ერთი და იგივე. თან ეს ბოლო დროს ხო დაამუღამა, რომ ლუკაკუ არის მაგისი მთელი იდეოლოგიის ცენტრი და იმის გარშემო ტრიალებს მთელი ფეხბურთი. მიიყავს ყველგან ლუკაკუ, დააყენებს ჩაკილონილად იქ და პასი კედელს ათამაშებს ლუკაკუ საჯარიმოში დგას თავის დიდ ტანით, ბურთი დაუგორე და იქიდან თუ ინტერში ჰაკიმი შერბოდა, ეხლა შერბის აქ პოლიტანო, იქ ინტერში რო იყო ლაუტაროს უგორებდა ხოლმე და ეხლა იქ ლაუტარო არ არის, მაგრამ მაკტომინეი შერბის, ანუ აი ძალიან ერთნაირი რაღაცას თამაშობს, უბრალოდ ფორმა ეცვლებათ მოთამაშეებს რა და მაგიტო არ მომეწონა, არ მომწონს ზოგადად კონტე, იმიტომ რომ თან ირონულადაც რაღაცნაირი ისეთი მწვრთნელი ყველა გუნდიდან მოდის ჩხუბით და ყველგან ყოველთვის სხვა არის დავნაშავე და თვითონ არის გენიოსი და ამ თამაშს რაც შეეხება, ინძაგიმ ეს შენც რო ნახე სტატისტიკა, შენ დაგიტოვებ სათქმელად, მე აღარ ვიტყვი. ინტერმა რატო მოიფიქრა ის, არ ვიცი უბრალოდ, რომ ლოგიკურად ხვდები, მაგრამ აშკარად არ ამართლებს რა. გაიტანს გოლს, ჩადგება დაცვაში, მერე სადღაც უშვებს, იმიტომ რომ ეს ინტერი არ არის კლასიკური გაგებით ინტერი და 60-იანი წლების ინტერი, რომ დაცვაში იდნენ, გიჟებდნენ და გოლს არ უშვებდნენ და კატენაც შეიქმნა, მაგათი მოგონილი რომ შეაგდებდნენ და მოდ დაცვაში ვიდგეთ და კონტრზე გავიქცეთ. არ არის ეს ინტერი ეგეთი, ცდილობს ეგეთ თამაშს, გოლი გაიტანა, პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, მერე ჩაიწია უკან, ჩადგა დაცვაში, არ გაუმართლა ტრავმაში და მერე იქ საერთოდ ვინსაიდი გადმოვიდა და რანაირად ძალიან იწვალა ინტერმა, მაგრამ ბოლოს მაინც სადღაც გაიდირგა რა. სხვათა შორის ამ თამაშზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას მეც. ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, სრული ფსონი ჩამოსული იყო დავიდ ნერეშზე. და ეხლა როცა ნერეში არ ყავს, გეგმები აქვს არეული, ასე ვთქვათ რა. იქ როდესაც შაკილონილივით ლუკაკუ ჩადგებოდა, თავარი მუღამი ასე ვთქვათ ამ ყველაფრის იყო ის, რომ ლუკაკუ მიიღებდა ბურთს და ფლანგზე ანაწილებდა შემდეგ. აქეთ ან პოლიტანოსკენ, აქეთ ან ნერეშისკენ და ეხლა როდესაც ნერეში არ ყავს
ძალიან სერიოზულ პრობლემებს აწყდება, ასე ვთქვათ რა. რაც შეეხება ინტერს, რეზიმ თქვა სხვადასხვა წინა გადაცემაში, რომ ინტერი გადაბერდაო, ასე ვთქვათ და აშკარად სიმონ ინძაგეს ჩართული აქვს რაღაცა ეკონომ რეჟიმი. და რადგან დიმარკოს სასწაული ჯარიმით იგებდა, აი მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, რომ ეგ ანგარიში შეენარჩუნებინა. თუმცა ეგ იყო რომ არ გამოუვიდა რა და აი სტატისტიკა რომელიც იკა მახსენა, საინტერესო სტატისტიკა მართლაც. ბოლო 5 თამაშში მას შემდეგ რაც ბასტონი გაყავს მოედნიდან და ბუნებრივია ბასტონის მოედნიდან გაყვანა არ ხდება რაღაცა პირველი ტაიმის შემდეგ, ხდება მე-80 წუთზე, 75 წუთზე შეიძლება უფრო გვიანაც, ხუთივე შემთხვევაში ინტერმა გაუშვა გოლი. შეგვიძლია სადღაც ამოვანათოთ თუ ამის საშუალება გვექნება, ნამდვილად დასტური იმისა, რომელ წუთზე გავიდა ბასტონი მოედნიდან და რომელ წუთზე გაუშვა ინტერმა გოლი. შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს ეკონომ რეჟიმის, რომ ინტერს ლიგა აქვს სათამაშო, მაინც აქვს ასე თუ ისე შესაძლებლობა იმისა, რომ ცოტა მოეშვას, მაინც პირველ ადგილზეა, ფსიქოლოგიურად ეს ბუნებრივი უპირატესობაა და ნუ ინტერი ისეთი ძალის გუნდია, რომ შეუძლია ვთქვა დარჩენილი 11-12 ტურიდან 9 მოიგოს და მაინც გახდეს ჩემპიონი. კარგი, ძალიან რო არ გაგვიგზელდეს იტალიის ჩემპიონატზე საუბარი, გადავიდეთ ესპანეთის ჩემპიონატზე. სადაც არანაკლებ დიდი ბრძოლა იმისთვის თუ ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი. რეზი? ხო, ანუ სამი გუნდი იბრძვის. ბარსელონას აქვს ბარსელონას და რეალს აქვს უპირატესობა ატლეტიკოსთან ის რომ საწყის სათამაშო სურათით ეს ორი გუნდი ჯობს ატლეტიკოს. ატლეტიკო მაინც უფრო რაღაც მომენტებში მოწინააღმდეგეებს ერგება და ასე შემდეგ. სამივე ტურნირზე არის სამივე გუნდი. ბარსას რეალთან აქვს ერთი დიდი უპირატესობა, უკვე ქულებით უსწრებს 3 ქულით. და პლუს ნუ ურთიერთშეხვედრებით ყოცა ყველაფერს და 4-0 აქვს მოგებული. სანტიაგოზე ანუ რეალმა ძალიან დიდი ანგარიში შეიძლება დაჭირდეს მოგება, რაც რთული წარმოსადგენია. საერთოდ მოუგო იქ. ამიტომ ნუ ბარსელონა ახლა უფრო ფავორიტად ჩანს ამ გადმოსახედიდან, მაგრამ რაღაც 1-2 თვის წინ იყო, მეგონი 7 ქულით აგებდა ბარსელონა და შემდეგ დაბრუნდა, ხო? ანუ დაკარგეს ქულები ატლეტიკომაც და ნუ რეალმა განსაკუთრებით. ნუ ტრამვებს ექნება კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა რა, როდის დაუბრუნდება რეალს. ახლა ბელინგემი სავარაუდოდ მალე დაბრუნდება. სებალიოსი როდის თამაშობს, ვალვერდე როდის თამაშობს, იმიტომ რომ აი ბეტისთან აშკარად გამოჩნდა რომ რეალი განადგურდა რასაც ქვია, ანუ უიმედოდ წააგო ეს თამაში. ერთადერთი იდეა შეტევაში იყო რომ გადაეგდოთ ბურთი აპესთვის ან ვინისიუსისთვის და ნუ ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა ორივეს. მეგონი ჯამში დაკარგეს სადღაც 40 ჯერ ბურთი ორივემ ერთად დრიბლინგზე ვერ ატყუებდნენ ვერავის და ნუ მოიშალა მთლიან თამაში და სადღაც 51 წუთის შემდეგ რეალი უბრალოდ უკვე ანგარიშის გადარჩენაზე ფიქრობდა, ფრის გადარჩენაზე. იდერე რაღაც თამაშის მოგებას და არც უცდია რაღაც შეეცვალა თამაშის დროს. ამიტომ ნუ ამ ფეხბურთელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებათ ნახევარდაცვაში. ვეთანხმები. აბსოლუტურად ვეთანხმები, ერთადერთს დავამატებ იმას, რომ რეალს, ნუ რეალი მთელი სეზონია რეალურად ებრძვის ატლეტიკოს, ბარსელონას და ტრამვებს. ბარსელონას ჯერ ისეთი რაღაც მასშტაბური ტრამვების რაოდენობა არ ქონია და თუ ესე ჩაამთავრა მთელი სეზონი, მაშინ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ბარსელონას. ორივე ლიგაზეა, ორივეს თითქმის თანაბარი კალენდარი აქვს, თანაბარი ძალების დახარჯვა უწევს. ერთადერთი ბარსელონას სახლში აქვს მეტი თამაში. და აი ერთადერთი აი მაგან თუ ტრამვებმა თუ გადაძალა თუ არა და ოდნავი უპირატესობა მაინც ბარსელონას აქვს. მე რას დავამატებ, იცი? რეალი ბარსელონა, რეალი ატლეტიკო მადრიდი რო ხვდებიან ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს, იქიდან ხო ერთი უეჭველი გავარდება. აი რომელიც გავარდება, ნუ ვთვლი და ვუშვები მის ძალიან დიდ ალბათობას, რომ ბარსელონა აუცილებლად შემდეგ ეტაპზე გავარდა გაივლის ბენფიკას. აი მაგალითად ატლეტიკო თუ გავარდა, სრული ყურადღება ექნება ესპანეთის ჩემპიონატზე. და ვერ ვიტყვი იმას, რომ ატლეტიკოს რაღაცა საშინელი კალენდარი აქვს. სხვა შორის დიდ გუნდებთან თამაში დარჩა ატლეტიკო მადრიდს მხოლოდ ბარსელონას სახლში და გასვლაზე ისეთი თამაში მოუგო ატლეტიკომ ბარსელონას, რომ სახლში რომ ისევ ისეთი არარსებული ფეხბურთით მოუგოს კვლავ კატალონიელებს ნამდვილად არ გამიკვირდება. რატომღაც რეალს ვაყენებ მესამე ადგილზე ლა ლიგისთვის ბრძოლაში. ალბათ იმიტომ რომ ელ კლასიკო აქვს გასვლა სათამაშო თან ნუ ტრამვები ტანჯავს და ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში რეალი გადალახავს ატლეტიკოს ბარიერს და შემდეგ უკვე ლიგაზე უფრო მეტი აქცენტი ექნება ვიდრე ლა ლიგაზე. თუმცა, ნუ ხა
თეორიულად რო თქვა, Copa del Rey-ისთვის იბრძვის რეალი, ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლებს თუ ატლეტიკო გაიარა, La Liga რო დათმოს ამით პრინციპში არ ინგრევა არაფერი და Real Barcelona-სა და Atletico Madrid შორის Barcelona-ს დავაყენებ უფრო წინა პოზიციაზე, იმიტომ რომ იმდენად ჰაეროვნად და მარტივად და ლამაზად თამაშობენ და ანადგურებენ ყველას და ყველაფერს, რომ ჩემი აზრით არ ვიცი ვინ უნდა გააჩეროს. სახლში აქვს თამაში Real-თან და უდიდესი ალბათობით ბუკმეიკერების აზრითაც კი ფავორიტი იქნება და ეს Atletico-სთან გასვლითი თამაში თუ გადატეხა, მე ვფიქრობ, რომ პლუს იმ სამქულიანი ჰანდიკაპით, რომელიც ეხლა აქვს და ამ ტურის შემდეგ შეიქმნა, მე ვფიქრობ, რომ Barcelona ფავორიტია La Liga-ისთვის ბრძოლაში. Atletico-ს ახლა აქვს რაღაც ძალიან ბევრი რთული თამაში. ერთმანეთის მიყოლებით. კი, იმიტომ რომ ლიგაზეც ხო რთული თამაშია. თასზე Barcelona აქვს, მერე Barcelona უწევს და მოკლედ რთული კალენდარი ეწყება დიეგო სიმეონეს. და მანდ არის ერთი ამბავი, რომ რეალი ხო, მაგრამ რეალი მაინც რეალი არა, არასდროს ვერ ჩამოწერა. რეალურად ამ მომენტში რო გადახედავ, რომ რამდენი აქვს სათამაშო, როგორი კალენდარი აქვს, რამდენი ჩემპიონატი, რამდენი დამტვრეული მოთამაშე, ამ დროს ნებისმიერ გუნდს Arsenal ხო ჩამოუწერეთ. კი მართალია ქულებით გაიქცა, მაგრამ ხო ჩამოუწერეთ. ანუ Real-ს ესე მარტივად ვერ ჩამოწერა, რაღაცა მაინც რეალია და რაღაცა ერთვება. რა არ ვიცი. აი მაგ ჩამოწერაში, რაც თქვი ახლა წინა მონოლოგში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ალბათ იმან უფრო დამფუშა რო ეგ მეთქვა, რაც რეზიმ თქვა რა ბეტისთან, აი თითქოს მოდი იქნება ეს ერთ-ერთი გავწუროთ, თქო ისეთი ის იყო და თითქოს რაღაცა მე-60 წუთის მერე უკვე Atletico-სთან ხვალინდელ მატჩზე ფიქრობდნენ რა ისეთ მდგომარეობაში იყო რეალი. კარგი, ბეტისთან სერიოზული გუნდი ეგრე მოუყურე, მაგრამ გოუთი ყავს. ისკო? არა, ენტორ. გოუთიც ყავთ და ისკოც. ხო, გოუთიც და ისკოც. კარგი, ჩემპიონატებზე მე მგონი ამოვწურეთ და ეს არის ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრება. შეიძლება სეზონის ბოლოს სასაცილო იყოს ჩვენი მოსაზრება, მაგრამ ამისთვის არ გავკიცხოთ, ჩვენ მხოლოდ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობით ვაკეთებთ ანალიზს. ერთი თემის შემოტანა მინდა ვიჭებო. პლეი-ოფები, როდესაც იწყება ევროტურნირებზე, ევროპის ლიგაც, რომელიც რანგით მეორე პოპულარობით რანგით არის მეორე ჩემპიონატი, ხო? ხდება საკმაოდ საინტერესო. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად გავიარეთ მე-16 ფინალები და გვაქვს მე-8 ფინალები. მაყურებელს რო ვუთხრა, დავინაწილეთ ესე სამი საუკეთესო წვილი და აი ამ წვილებზე ვისაუბრებთ ცოტას. ბიჭები თავად გეტყვიან, რომელია მათ მიერ ამორჩეული წვილი, ნუ ბოლოს მეც გეტყვით ჩემს წვილს ასე. რომელი დავიწყოთ? მე ერთი ბონუს წვილი მაქვს, კიდე ის უნდა ვთქვა აუცილებლად. მაშინ ხო შენ დაიწყე. ანუ ერთი რომელიც ავარჩიეთ არის რომა Atletic Bilbao. ნუ სან-მამესია ფინალი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. თან ორივე კარგი გუნდია, რომა ძალიან კარგი გუნდია ბოლო პერიოდში. თან საინტერესო საყურებელი იქნება ეს თამაში, მე მგონი რომ ეფექტური საყურებელი იქნება, იმიტომ რომ ორივე თამაში ითამაშებს თავისი ძლიერი მხარეებიდან. შეტევაზე იქნება ორივე აქცენტირებული, არც ერთი არ არის დაცვითი სტილის გუნდი, ორივე შეუტევს, ამიტომ ჩემი აზრით საინტერესო საყურებელი იქნება სწორედ ამ კუთხით და პლუს მომენტებში არის ხოლმე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად რომ რაღაც იბალა გვთავაზობს ხოლმე რაღაც სოლო კონცერტებს თამაშებში და აი ძალიან თუ ესეთი პერფორმანსი შემოგთავაზა ერთ-ერთ საუკეთესო სანახაობა შეიძლება იყოს რასაც ნახავთ. აი ეს ბონუს წვილი რომ მქონდა ეგ არის ესეთი საფეხბურთო გიკების წვილია ბოდოგლიმტი ხდება ოლიმპიაკოს. ან ბოდოგლიმტი ესეთი პოლარული წრის მიღმამყოფი გუნდია და ჩლოეთის ციალი და რაღაც ესეთი ისინი დება ხოლმე. ზის შუქი არ უნდა ძალიან ბევრი. მაგრამ კნოცენი ყავთ წვრთნელი და ასეთი პატარა გუნდია, მოგონთ ძალიან ულტრა თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ ბურთის კონტროლით და ასე შემდეგ და ოლიმპიაკოსიც ნუ ის უფრო დიდი გუნდია ევროპული მასშტაბით, მაგრამ ნუ ევროპული მასშტაბით ოლიმპიაკოსიც არ არის ახლა ვიცით. თავარი გრანდი მენდელიბარი ყავს წვრთნელი, ვისაც ახსოვს მისი ნუ ეიბარი პირველ რიგში და შემდეგ ვილიარეალთან ერთად სევილიასთან ერთად მოიგო. იუვენტუსი გამოვაკდა და ევროპა ლიგა და ნუ ეს არის რაღაც პრესინგ ფრიკი, რომელიც აი გაუთავებელ პრესინგზე ამუშავებს გუნდს და მოკლედ საინტერესო დაპირისპირება იქნება, სუფთა ტაქტიკა თუ გაინტერესებთ, გუნდი რომელიც ბურთს ფლობს საინტერესოდ დათამაშებს ბილდაპში და გუნდი რომელიც ძალიან აგრესიულად აპრესინგებს, ამ კუთხით შეიძლება საინტერესო საყურებელი იყოს. სხვათა შორის რეზი ეგ მენდილიბარი ხო სევილიასთან ერთად მოიგო ევროპის ლიგა და მე ეს ოლიმპიაკოსი არის კონფერენს ლიგის მოქმედი გამარჯვებული.
ფიორენტინას რომ მოუგო ფინალში თუ გახსოვს. თან საბერძნეთში კონფერენს ლიგას ინფორმაციისთვის მეგეთქვით რომ საბერძნეთში იყო ეგ ფინალი ათენში თუ სწორად მახსოვს ოლიმპიაკოს ფიორენტინა იყო და კონფერენს ლიგის მოქმედი გამარჯვებულია ოლიმპიაკოსთან საკმაოდ კარგი შემადგენლობა ყავს და ამიტომ იყო ეს ბონუს წყვილი რაც მოგვიტანა. შემდეგი წყვილი გვაქვს Manchester United-ის წყვილი და ჯერ არ გვისაუბრია ამ პოდკასტში Manchester United-ზე მე ვლობირებ იმას რომ United-ის კრიზისზე off-topic-ი გავაკეთოთ ერთი 20 წუთიანი და ალბათ მალე გვექნება და მანამდე Manchester United-ი Real Sociedad-ს ხვდება მერვეთ ფინალში და ირაკლი მე მოვამზადებ ამ წყულსა და ვნახოთ რას გვეთოს. მოვამზადებ თუ არ მithქოს, მე ვთქვი მაგაზე მე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბასკები მაგრად მიყვარს Real Sociedad-იც, მაგრამ მე ვასება თქო და ცოტა ხნის წინ ვიყავი სხვადასხვა San Sebastian-ში და კიდევ უფრო შემიყვარდა. არა, ანუ ეტაზე მისვლა ვერ მოვასწარი. არ Manchester-ის კრიზისს რაც შეეხება, ცალკე off-topic-ი კი არ, ცალკე გადაცემა უნდა გააკეთო, იმიტომ რომ აი ამ გუნდში უკვე საერთოდ აღარაფერი აღარ მუშაობს. ერთი პატარა მეთოდი ვიცი, რითიც შეიძლება რომ მე ვიცი რავი თუ რუბენ ამორიმი გამოიწერს ჩვენს გვერდს და თუ გვისმენს თუ დაგვასაბსკრაიბებს და მოიწონებს ამ ვიდეოს ვიტყვი ახლა და გაიგოს მეტი რა უყო. იცი რა ჭირდება Manchester-ს? თუ გახსოვთ, ნუ Manchester-ის კომაგებს ემახსოვრებთ, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ, Fergie-ის დროს ორი არაბი გულშემატკივარი რო იყო, აი სულ რო იყვნენ რაღაც ძალიან სპეციფიური. აი მაგათი დაბრუნებული იყვნენ. არაბები არაბი. რა ზედ კუდი რო ეხურათ. სიქები იყვნენ. ხო. აი ეგ 2 ან 3 იყვნენ ზუსტად არ მახსოვს. აი მაგათი დაბრუნება ჭირდებათ პირველ რიგში. ნუ მე დაცვის ხაზი რო არ არის იქ საერთოდ და პრესინგს რო გუნდი ვერ თამაშობს და ფეხბურთელი რო არ ყავს, მაგაზე მე რამენაირად დაალაგდებიან. აი ეს ცანცარით. რეალურად ძალიან მომწონს ეს წვლილი რატო? პირველი, ანუეტას ფაქტორი. Real Sociedad-ის თამაში, ნუ ევრო ასპარეზზე პირველად ვნახე, შარშან, აი ინტერმა რო დაიწყო ძალიან რაღაც სასწაული თამაში და ვინსად გარბოდა და ყველა რო დაფრინავდა. ხო, აი უკვე ყველა თამაშში რო გინდოდა გენახა რა ხდებოდა და Real Sociedad-თან გასვლაზე ჩავიდნენ, დაიწყო თამაში ანუეტაზე, მიაწვა სასწაული პრესინგით Real Sociedad-ი ამ ინტერის ფერიულ თამაშს საერთოდ ჩაკეტა, გადაკეტა, ყველაფერი ფეხი არ გაანძრევინა, უცებ გოლი გაიტანა და მანდ მახსოვს აი ეს გულშემატკივრების ვიდეო ყველას გექნებათ ნანახი, მთელი სტადიონი ხელი-ხელ გადახვეული რო ხტუნაობს და კამერებიც კი ზანზარებს. აი მანდ ეგ გოლი თუ შეაგდო და ნუ Manchester-ის კარში გოლის გატანა დღესდღეობით რთული რო არ არის ვიცით ყველა. აი გოლი თუ შეაგდო, საერთოდ აი რას ვიძახი, ჩემ ბავშვობაში რას წარმოვიდგენი ამას რო ვიტყოდი, მაგრამ Manchester United-ი გაუძლებს თუ არა აი ეგეთ ატმოსფეროს კაცმა არ იცის დღეს. თან პლუს San Sebastian-ს კი არა და Real Sociedad-ს ძალიან ბევრი მაგარი მოთამაშე ყავს. Zubimendi, ეს Oyarzabal-ი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. Bryce Mendes, Ayhen Munoz-ი, Kubo, იმას რა Barrenechea თუ Barrenechea თუ რაღაცა Barrenechea ხო Ayhen Munoz-ი ძალიან მომწონს Odriozola რეალის მოთამაშე ძალიან ბევრი მაგარი მოთამაშე ყავს რა თან პლუს არიან ბასკები ამ ბოლოტოში ბარსელონასთან არ ითამაშეს ფეხბურთი ისვენეს ამ შემოწმებაზე დაისვენეს ნუ Manchester-ი გუშინ წინ ხვალე გადაცემა გუშინ წინ საერთოდ გავარდა თასიდან 120 წუთი ითამაშეს ჯერ ისე ტრამვებზე და კრიზისზე რო ვიძახე Manchester-იც მაგარ ცუდ დღეშია ლაზარეთში ყავს ძალიან სერიოზული გუნდი ამორიმი რო ოცნებს ეგეთი გუნდი ყავს იქ რა საავადმყოფოში და გონია მე მაინც ვიტყვი რომ Real Sociedad-ი არის ამ წვლში ფავორიტი იმედია რუბენ ამორიმი რომელიც უკვე ჩვენი ფოლოვერია წეღან ვითხოვე და აუცილებლად ამისულდება რამეს უშველის და მაგაზე მე ვილაპარაკებთ აქ ვიტყვი რომ ჩემი აზრით ეგეთი სწორი არჩევანი არ შეეძლო Manchester-ს გაეკეთებინა აირჩია სწორი მწვრთნელი ეხლა მთავარია აცადონ მუშაობა რა სირთულეებიც აქვს მაგაზე ეხლა რო დავუწყოთ ლაპარაკი
ჩვენი ქრონომეტრაჟი არ გვეყოფა, აი ეგეც უდღეშია მანჩესტერი. სხვათა შორის Real Sociedad ფაქტობრივად ეურო ტურნირებისთვის ვერ იბრძვის შიდა ჩემპიონატში, მე-9 ადგილზეა და ეს ევროპის ლიგა არის მისი ერთადერთი იმედი, ასე ვთქვა და აი მანჩესტერი კი პრემიერ ლიგას ვერ მოადუნებს ყურადღებას, იმიტომ რომ შეიძლება გავარდეს. და ძალიან სასაცილო ჭერს, მაგრამ შეიძლება გავარდეს. ამიტომ მეც ირაკლის ვეთანხმები და ფავორიტად ამ ფორმით და ამ სან სებასტიური და ბასკური ატმოსფეროთ და ყველაფრით ფავორიტად თვლი მოკლედ თუმცა მგონი ეგ ყველაზე სუსტი Sociedad-ია ბოლო წლების განმავლობაში ესეც კი ორი კრიზისული გუნდი ხვდება ერთმანეთს. ოღონდ ერთის კრიზისი ძალიან რბა კრიზისია. ხო, ზუბელდია გამოვჩა წერა. ეგეც ძალიან მაგრამ მოვასწრებ რა მაგარი გუნდია რა, აი რომ ალექს რემიროც კაიმე კარეა. კარგი, მესამე წვილი რომელიც მე მხვდა წილად არის აიაქსი, აინტრახტი. სხვათა შორის ესეც კარგი წვილია ჩემი აზრით, ორი მხიარული გუნდის თამაშია. თუმცა აიაქსზე გავამახვილებ უფრო მეტ ყურადღებას, იმიტომ რომ თუ გახსოვთ და დარწმუნებული რომ გეხსოვებათ, იმიტომ რომ წინა სეზონში გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა აიაქსში და ძალიან კრიზისული სეზონი ჰქონდა აიაქსს. მაგალითად, იმდენი გოლი გაუშვა აიაქსმა წინა სეზონში, რომ იქამდე სამ სეზონში ჯამურად არ ჰქონდა ამდენი გოლი გაშვებული. შესაბამისად, ეს სეზონი აიაქსისთვის ამოტრიალდა. გულწრფელად იმას რომ იბრძვის ჩემპიონობისთვის, სხვა შორის პირველ ადგილზეა და 8 ქულით უსრებს მე მგონი მეორე ადგილოს ან PSV-ს და რა არის აიაქსის პლუსი? ხო, აიაქსი ყოველთვის ახალგაზრდულ გუნდთან ასოცირდება ჩვენთვის რა. ასეც არის, თან წინა სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გამოჩნდნენ, იმათმა მეტი გამოცდილება დააგროვეს. თან აიაქსმა დაიმატა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, ჯორდან ჰენდერსონი შარშანა წავდათ, ბერგუისი შარშანა წავდათ, პლუს დაიმატეს ვერგოსტი, გემახსოვრებათ. დენი კლასენი დააბრუნეს ინტერიდან და საერთოდ ინტერშატო აღმოჩნდა, ეგ არის ცალკე შეკითხვის ნიშანი, მაგრამ დააბრუნდა იქ სადაც ძალიან კარგად უზრუნავს თავს აიაქსში. ну მოკლედ ეს ამ გამოცდილი და ახალგაზრდული ფეხბურთელების ნაზავით საკმაოდ კარგ სეზონს იღებს აიაქსი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგაზე ლიგის ფაზა მე-12 ადგილზე დაასრულა და მისმა მომავალმა მეტოქემ მაგალითად აინტრახტმა აჯობა, მე მაინც ამ წუთში აიაქსს მივიჩნევ ფავორიტად და რატო? აინტრახტმა ზამთარში გაყიდა მთავარ ლიდერი, ომარ მარმუში, 75 მილიონად და ორი ფეხბურთელით ეცადა მის შეცვლას. არ ვიცი ადევნებს თუ არა აინტრახტის თამაშებს თვალყურს, მაგრამ აინტრახტი თამაშობს ორი ფორვარდით. მარმუში იყო ერთი და მეორე იყო ეკიტიკე. ეხლა, ну რადგან მარმუში წავიდა, გუნდში მოვიდა ვაჰი და მიკი ბაჩუაი გააცოცხლა აინტრახტმა, წამოიყვანა თურქეთიდან. ეხლა ძირითად შემთხვევაში ეს ვაჰი უწყვილდება მოკლედ ამ ეკიტიკეს. და არც ერთ მათგანს არ აქვს გოლი გატანილი. ანუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა პრინციპში, არც ერთ მათგანს არ აქვს გოლი გატანილი. მარმუშის წასვლის მერე კი რამდენიმე თამაში მიჯრით მოიგეს, თუმცა ბოლო ორი მატჩი წააგეს, შესაბამისად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აინტრახტს ეწყება კრიზისი. და მე მგონი აი ამ კრიზისს კარგად გაუმკლავდება აიაქსი და გამოიყენებს იმისთვის, რომ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეს და მე საერთოდ ევროპის ლიგის ერთ-ერთ ფავორიტადაც კი ვთვლი აიაქსს, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ნიდერლანდების ჩემპიონატში კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით დაცვა გამოიყურება კარგად. ცოტა გოლს უშვებს რა ეს აიაქსი. ამ სეზონში აქვს 18 გოლი, თუ სწორად მახსოვს გაშვებული, ყავს შუტალო, ცველი, ყავს დანიელე რუგანი, სხვათა შორის იუვენტუსიდან წასული, იქ როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ იქ არის. და ნუ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს მოკლედ აიაქსს. ჩემის აზრით ამ წულში მოკლედ ფავორიტი არის აიაქსი რა. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო მატჩი გასვლაზე აქვს, მაინც ვთვლი, რომ ამსტერდამელები შემდეგ ეტაპზე გავლენ. წეგან რო თქვი სან სებასტიანში ვიყავი და ანუ ეტაპზე მისვლა ვერ მოასწარეთ ხო? ამსტერდამში ვიყავი სანამ ჩავიდოდი ესპანეთში და ბასკეთში და იოჰან კრუიფ არენაზე მივედი. ტური მინდოდა სტადიონს. ორი დღით ვიყავი ამსტერდამში და რომ მივედი პირველი რაც ვქენი რომ მეთქი აი ეგ მინდა. განა ის რისთვისაც მიდიან ამსტერდამში მეთქი კრუიფ არენა მინდა თქო და რომ მივედი წელიწადის განმავლობაში ორი დღით იკეტება ეს სტადიონია. დღეს და ხვალ ზეგმოდი ჯიგარი ხარ მეთქი. და რატო იკეტება ხო არის შემთხვევაში? ასე არა ვარ, მაგრამ ორი დღე კეტავენ წელიწადში და მაინც და მაინც იმ ორ დღეს მივედი. მანამ სანამ off-topic-ზე გადავალთ და ძირითად თემები პრინციპში ამოვწურეთ, მინდა მაყურებელს ვთხოვო, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-ზეც, TikTok-ზეც და საინტერესო ინფორმაციებს გაწვდით, მოკლედ Facebook-ზე სიახლეების სახით, TikTok-ზე კი აი ამ პოდკასტებიდან Reels-ების სახით ვცდილობთ, რომ
საინტერესო დეტალები ამ პოდკასტიდან თუ მაგალითად სრულ ვიდეოს ვერ უყურეთ, მოგაწოდოთ. რაც შეეხება off topics. იცი როგორ თემა შევარჩიეთ? ეხლა უნდა დააპაუზო ვიდეო, წახვიდე პოპკორნი იყიდო და გააგრძელო მოკლედ რა იმდენი ადამიანი და იმდენს ჩხუბობენ და კამათობენ ამ თემაზე, რომ მე მგონი ყველაზე თან მაყურებელმაც დაგვიწერა კომენტარში და შეუსრულეთ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი გამომწერების სურვილებს. off topic-ი გვექნება ოქროს ბურთი. რამდენი რაღაც დატრიალდა თავში, ხო? ოქროს ბურთზე ვისაუბრებთ, მოკლედ off topic-ში. ანუ რაღაც ტიტანების ბრძოლას გავარჩევთ, ანუ მესის და კრისტიანო რონალდოს ბრძოლას ოქროს ბურთისთვის, ერთს 8 აქვს, მეორეს 5 და გავივლით თითოეულ წელს და იმსახურებდნენ თუ არა ამ წელს ჩვენი აზრით, ჩვენი სუბიექტური აზრით ისინი ოქროს ბურთს. და რეალურად რამდენი უნდა კონდეს ჩვენი შეფასებით. ანუ მე ეგეთ რაღაცას შემოგთავაზებთ, რომ მოდი სამივე მივცეთ ხმა იმ წელს რომელი იმსახურებდა და მე რაღაც დავაჯამოთ როგორ გამოგვივა. 2008 წლით დავიწყოთ მაშინ. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ მესის უფრო მეტი ოქროს ბურთი აქვს ვიდრე რონალდოს, პირველი ამ ორს შორის იყო რონალდო, ვინც მოიგო ოქროს ბურთი. ეს არის 2008 წელი. ქრონომეტრაში ძალიან რო არ გავიწელოთ, სწრაფად თქვათ თუ ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით, პატარა არგუმენტებიც მოვაყოლოთ, ხო? რონალდო მოიგო 2008 წელს, რამდენად სამართლიანი იყო. სამეულში მის გარდა იყვნენ ლიონელ მესი და ფერნანდო ტორესი. Manchester United-ის პერიოდის რონალდო რუნი ტევესის ტრიო, რონალდოს ყველაზე მეტი თავისუფლება ჰქონდა, ყველაზე მეტი გოლს პლუს ასისტი აქვს იმ წელს, პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლად რო იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ტერის როფეხი დაუწდა და იმის შემდეგ არ ყოფილა და იმედი არასდროს არ იქნება. იქ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სვიმიან დედაქალაქში რო იყო. ტორესი იყო იმიტორეზი რომ ევროპის ჩემპიონი გახდა ესპანეთი. მახსოვს, მაგრამ მე მგონი რაღაც ხავი ინიესტა ისინი. მეც ეგრე მახსოვს. 2009 და 10, ანუ აქედან რომელიღაც ერთ წელს მინდა რომ ხავი მე მაინც ვფიქრობ რომ 2009 წელს აიღოს ხავი, ჩავი. ეხლა რატომ? ეს არ არის ჯერ ის მესი, რომელიც მერე გახდება, ნუ ეს მონსტრი ვერსია, ნუ ეს არის გვარდიოლას პირველი წელი. და ჩავიყო ამ გუნდის სული და გული და რატომ არის ამ წელს ჩავი ყველაზე კარგი 19 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ჩავი არ იყო ფეხბურთელი რომელსაც პირდაპირ ევალებოდა საგოლე პასების კეთება ანუ ეს სხვა ფუნქციონალის ფეხბურთელი იყო ყველა ის ფეხბურთელი რომელიც ყველაზე მეჯერ ეხება ბურთს აკონტროლებს თამაშის ტემპს მიყავს თამაში და ნუ ის იყო მოკლედ გული ამ გუნდის და ამის გარდა ანუ პლუს კიდე ამდენი საგოლე პასი გააკეთა ნუ პლუს ბარსამ იმ წელს საერთოდ ყველაფერი მოიგო და მესი მე მგონი ბომბარდიერიც არ გამხდარა ლა ლიგის მე მგონი ფორლანი გახდა იმ წელს თუ ეტო თუ რომელიღაც აქედან ამიტომ მე ვთქვა ჩავის მივცემდი ამ წელს მეც ხავისკენ ჩავისკენ ვიხრები ძალიან სერიოზულად ამ სეზონში რა იმიტომ რომ ისეთი სტატისტიკა ქონდა რეალურად ჩავის და პეპ გვარდიოლას ფეხბურთში ისე იდეალურად ჩაჯდა თან მესი არ არის ის გოუთი მესი არ არის საწყისია ხო რეალურად პირველი ოქროს ბურთია შესაბამისად აი ამ ოქროს ბურთში არ ვეთანხმები France Football-ს და მე მაგალითად ვიტყვი რომ ამ სეზონში უნდა მოეგო ჩავის. ოკეი. მე ერთი ჩამოვარდი. ერთი მოვაკლოთ. ვინც არ იცით განახლებულ სტატისტიკაში მესის დარჩა 7 ოქროს ბურთი. 2010 წელი. აი აქ იქნება. მაგ მეორე მოვაკლოთ პირდაპირ. ერთი კარტი მინდა რომ გავხსნა ირაკლი თუ არ გამიბრაზდები. ირაკლი არის ინტერის გულშემატკივარი. ამ წელს ინტერი ადგა ჟოზე მაურინიოსთან ერთად გამოაგდო ბარსა ჩემპიონთა ლიგიდან და ჩემდა გასაკვირად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მილიტო არ იყო ათეულში. მილიტოზე საუკეთესო მან უესლი სნეიდერი. მაი მაგასაც ახლა დაგაჯახებთ და ისაუბრეთ. მოკლედ მესი მოიგო, მეორე ადგილზე გავიდა ინიესტა, მესამეზე ჩავი, აი უესლი სნეიდერი ვინც ირაკლი მახსენა მეოთხე ადგილზე გავიდა. ანუ ნახე ოქროს ბურთში ყველაზე მეტად არ მომწონს ერთი რაღაც რა. რის მიხედვით ვარჩევთ. ხო არ უნდა არსებობდეს რაღაც კრიტერიუმები რა. ანუ ერთ წელს ერთი ხდება, იმიტომ რომ ბევრი გოლი შეაგდო, მეორე წელს სხვა ხდება, იმიტომ რომ ის ჩემპიონატი მოიგო, მეოთხე წელს იმან ის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ კარგად ითამაშა ის გახდა, ანუ ცოტა ჩამოუყალიბებელი რაღაცაა რა და ცოტა არა პროფესიონალური თუ არ ვიცი რაღაცნაირია რა მოკლედ რა სიტყვა ვერ შეუსაბამებდა. მაგ წელს გარდა იმისა რომ ინტერით უესლი სნეიდერმა მოიგო, ინიესტა მეორე ადგილზე როა. ნახევარ სეზონი გამოტოვებული. ინიესტა უნდა იყოს. უესლი სნეიდერმა
გარდა იმისა, რომ მივიდა ინტერში და ინტერი მანამდე 5 წელი მერვეთ ფინალს ვერ ცდებოდა თუ რაღაც ეგეთ ძალიან დიდი ხანი. გახადა ჩემპიონი კამპ ნოუზე მოუგო აი რა ბარსელონას, ნუ იქ ვერ მოუგო, მაგრამ გამოაგდო 10 კაცით. ჰოლანდია გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. და იქაც ნუ დამატებით დროში მე წეღარ ფრინავი ჰოლანდიელი რო პირდაპირ გაგებით რო გაიგონ დე იონგმა ფრინის გამო არის ინიესტა მეორე ადგილზე. ხო, აი მაგ გოლის გამოა არა და გამოტოვა ყველაფერი და კაი, მაშინ მესი რატოა პირველს? იმიტომ რომ გაიტანა 64 გოლი თუ რაღაც ეგეთი მაგ სეზონში. ხო, რაღაც ძალიან ბევრი ქონდა გატანილი. მაგრამ ნუ ეს ხო არ არის რა ქვია, ოქროს ბუცი ხო არ არის. აი მეც მანდ ვიჭედები რა, აი ამ ოქროს ბუცსა და ოქროს ბურთს მინდა რომ ანუ ერთი მოიგოს იმან, ვინც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ერთი მოიგოს იმან, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო გუნდისთვის. აი მაგიტო ვეთანხმები როდრის ოქროს ბურთს ყველაზე მეტად და ობიექტურად. იქამდეც მივად. მე ვთვლი ორი კანდიდატი იყო რეალურად იქ. ანუ ინიესტაზე აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან ბევრი გაუცდა სეზონის განმავლობაში და მართლა ერთი ფინალში გატანილი გოლის გამო მოხდა სიაში. მე ვთვლი არის არ მესი ან ჩაო. სნეიდერი იმ ინტერში, ნუ იყო ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ ეს იყო მოურინიოს ინტერი, სადაც ჩემი აზრით თავარ ფეხბურთელები იყო ლუსიო, ზანეტი, დაცვის ხაზი და სამუელი და ასე შემდეგ, ნუ მილიტო იგივე, რომელსაც ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. ნუ ჩავი ძალიან მაგარ მესის რატო ეს არის უკვე რაღაცა გება ეს უკვე რაღაც გოუთი მესი, პოკერი არსენალთან და აი ძალიან ბევრი გოლი და ასე შემდეგ. ანუ აი ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია თუ რაღაც. მე ვთვლი რომ რადგან ოქროს ბურთი არის ინდივიდუალური ჯილდო, ინდივიდუალური დონე უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ამიტომ ნუ სნეიდერი არ იყო იმ დონის ფეხბურთელი მაშინ იმ სეზონში როგორც ეს ორი იყო. ანუ ან მესი ან ჩავი უნდა იყოს. ძალიან გამიჭირდება რომ მესის ეს ოქროს ბურთი წავართვა. თუმცა ფლატბოლ კონდა სუსტი კი ეგ არის. რატო ვერ ვაძლევ იცი ბოლომდე სნეიდერს? აი მაინც რეზის თქმისა არ იყოს, ინტერი იყო ერთი დიდი ორგანიზმი რა და იმ გუნდში თუ სნეიდერს ვაძლევთ ოქროს ბურთს, მაშინ იმავე წარმატებით შეგვეძლო მიგვეცა ან მილიტოსთვის, ან ეტოსთვის, გორან პანდემს არ მივცემდი არც ერთ შემთხვევაში და სხვებს შეიძლება. ან გავყოფდი სამართ და დაცვის მცველებს მივცემდი. ერთ რაღაცაში შეგედავი მან ნუ ლუსიო შეიძლება არ იყო. მაგრამ ზანეტიც, სამუელიც თითქმის იდენტური შემადგენლობა ყავდა წინა წელს თან მოურინიოს და ვერ თამაშობდა ინტერი ეგეთ ფეხბურთს. ნუ მოითხოვა რომ აი სნეიდერი მინდაო, მაშინ შეუსრულა სექსუალური და ინტერ შეიცვალა თავიდან ბოლომდე პირველივე თამაში თუ გახსოვთ დერბი დელა მადონინაში მოიგო 4-0 და სნეიდერმა ისე რომ სახელები არ იცოდა გუნდელების, ნუ იფრინა მაგ თამაში რა და ნუ მე მთელი სეზონი ეგრე გააგრძელა, იქ ნახევარ ფინალში ძალიან კარგი იყო. გოლი გაიტანა ბარსელონასთან, ასისტი გააკეთა. და რა ვიცი, რატო არ აძლევ. 11-12-ის ოქროს ბურთები, ორივე მესი მოიგო. მე მგონი გამოვტოვოთ ჯობს, იმიტომ რომ ეგ არის ნორმალური სტატისტიკა. მაგიტო თქვი 90 გოლზე მეტი გაქონდა წელიწადში და რაღაც ეგეთი. ზუსტად მაგიტო დავაწყვილე რეალურად ეს ორი, რომ ფაქტობრივად არ გავიყოფოდით, აზრები არ გაიყოფოდა რა და ზუსტად მაგიტო. 2013 წლის მე დავიწყებ თქვენის ნებართვით, მე ჩემი ნება რო იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რონალდო ძალიან მიყვარს, ჩამოვართვენდი. და რატო? ამ ოქროს ბურთს მე მივცემდი იმ წლის მესამე ადგილოსანს ფრენკ რიბერის. რიბერიმ შეასრულა ტრებლი მოიგო ბავარიასთან ერთად, ფინალში გააკეთა საგოლე პასი, არანორმალური სტატისტიკა ჰქონდა, არანორმალურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ბავარიასთვის. შესაბამისად, ეს ოქროს ბურთი მე ვცდილობ რა და შეატყობთ, რომ ეს ოქროს ბურთები მინდა რომ დავანაწილო სხვა ფეხბურთელებს. ამას მივცემდი რიბერის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რიბერი. ძალიან მომწონდა ის სტილი, რასაც რიბერი თამაშობდა და ჩემის აზრით ეს ოქროს ბურთი ერთი რომ ჩამოვარტავთ რონალდოს და მივცეთ ფრენკ რიბერის, რომელიც არის ფრანგი, არაფერი დაშავდება. თქვენი აზრი მაინტერესებს ოღონდ. ხო, ეს თუ გახსოვთ, ყველაზე სკანდალური იყო იმ კუთხით, რომ FIFA-მ შეწყვი რაღაც გადაწია ხმის მიცემის ვადა, რომ თითქოს საკმარის ხმები არ იყო შემოსული და დაემთხვა რონალდოს თამაშ შვედეთთან, როდესაც ჰეტ-ტრიკი შეასრულა და პორტუგალია გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მეორე დღეს იყო ხმის მიცემა, ანუ ტრიგერი ჰქონდათ და ეგრევე შედეგიანობით იმ წელს მესის ბევრად უკეთესი სეზონი ჰქონდა ვიდრე რონალდოს. თუ ავიღებთ. თან ეს არ არის რეალს არაფერი ისეთი არ მოუგია, ლიგა არ მოუგია ყოველ შემთხვევაში იმ წელს. ნუ რეალურად რონალდო მოიგო ამ შვედეთთან მოგებული თამაშის გამო.
გეთახმები რომ ბაიერნის მე ვიცემდი მაგალითად ტომაშ მიულერს რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ბაიერნში პლუს მიულერი კარიერით იმსახურებს ალბათ ერთ ოქროსბურთს რაღაც თავის ახალი ფუნქცია გამოიგონა მოედანზე რაღაც და პლუს ადამიანი რომელიც რაღაც მთელი კარიერა და ძალიან წარმატებული კარიერა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში აწყო არა თქვა რაღაც ფიზიკურ უნარებზე, სკილებზე, ტექნიკაზე, არამედ ინტელექტზე და მოძრაობაზე და ეს არც დაუმალავს არასდროს და ვიცი, ჩემთვის მიულერია თქვა. ნუ რონალდო არ არის ყოველ შემთხვევაში. სტატისტიკურადაც რო ვთქვათ და ხმებითაც რო ვთქვათ, რონალდოს 2014 წლის ოქროსბურთი ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში ეკუთვნოდა. ყველაზე მეტი ხმაც მიიღო, სხვა შორის მეორე ადგილზე მყოფი მესი და მანუელ ნოიერი თანაბრად მიდიოდნენ და აი რონალდო იყო, რომელიც გაიჭრა რა სტატისტიკითაც მაგარი სეზონი ჰქონდა, ტიტულებითაც კაი სეზონი ჰქონდა და ნუ მოკლედ 2014 წლის აქ ებრალოდ ერთ კანდიდატს ვიტყვი, რომელიც საკუთარი თავი გამოთიშა საერთოდ რომ ოქროსბურთის სიაში მომხდარიყო სუარესმა რომ კიელინის უკბინა. ხო. სუარეს მანდა რაღაც არანორმალური სეზონი ლივერპულში. კი ნაღამ რომ ლივერპული ჩემპიონი გახდა, აი საოცრებებს აკეთებდა მაშინ ეს ყოთან სხვა ტიპის სუარესი, რომელიც გოლები გაქონდა, პასებს შეტევას კრავდა, ანუ ყველგან იყო და რაღაც წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ნუ ენეგი ისეთი რაღაც გააკეთა რომ მუშიუდა. ეთიკური პრინციპები არ გვაძლევს უფლებას. თან რეზე ეგ ხო ის სეზონი იყო, მაგკბენის გამო სუარესმა ხო 10 თამაშიანი დისკვალიფიკაციით დაიწყო სეზონი ბარსელონაში სხვა კბენა კიდე 15 წლის ოქროსბურთი ისევ ლეო მესიმ მოიგო და სხვათა შორის ეს არის პირველი ოქროსბურთის დაჯილდოება, როცა ნეიმარი გამოჩნდა სამეულში. რას ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო 2015 წლის ოქროსბურთი? მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი იყო. 2015-ში ტრებლია ლუის ენრიკეს ბარსა, ტრებლს როცა იგებს. სულთა ინდივიდუალურად რო შევხედოთ, რონალდოს ჰქონდა რაღაც არანორმალური სტატისტიკა. როცა აწია თავისი თავი, აი დონეზე, ანუ მეგონა ყველა შედეგიანი სეზონი რონალდოს კარიერაში ეს იყო. თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი, ზუსტად ეგრეა თუ არა. მაგრამ ნუ ინდივიდუალურად, მაგრამ ნუ სხვა რაღაც ის არ მოყვება. ნუ აი ეს ისეთი დილემაა რომ ერთი მხრივ შეხედავ რომ მესის უკეთესი გუნდი ყავდა და ამიტომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამიტომ მიაღწია მაგრამ ალბათ მაინც დარჩეს. მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, შეგნებულად არ ვამბობთ, რაღაცა კონკრეტული ციფრებით არ მოვდივართ რა, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ეს რაღაც სატელევიზიო გადაცემას დაემსგავსოს, ხო? ჩვენ რაღაცა ადგილზე ვფიქრობთ, ვაანალიზებთ და არ ვადარებთ რომ ამან გაიტანა თქვა 91 გოლი და ამან გაიტანა 77 გოლი. ეს არის ვაფასებთ ისე როგორც რაღაცა ჩვენს მახსოვრობაში და მეხსიერებაში აღბეჭდილია ეგ სეზონი, თორე რიცხვები შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაცას გვეუბნებოდნენ და რეალურად სხვა რაღაცა იყოს, ხო? კარგი. შემდეგი სეზონი არის 2016 წლის სეზონი. აქ ვიბრძოლებ. კრისტიანო რონალდო, ლეო მესი და რეზის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გამოჩნდა სამეულში. და ჩემი კანდიდატი არ არის. მე ვთვლი რომ ლუის სუარეს უნდა მოიგო ამ წელს. ახლა უკვე ის პერიოდი როცა ციფრებით უნდა მოვიდე. ნუ რონალდო მოიგო, იმიტომ რომ ერთი მხრივ პორტუგალია გახდა ევროპის ჩემპიონი. ოღონდ ჩემ როგორც ფრეი თამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მოიგო ჩემპიონატი, ანუ ერთი თამაში მოიგო ძირითად დროში თელი ჩემპიონატის მანძილზე. და ნუ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო პორტუგალ რეალმა, მაგრამ ის ატლეტიკოს რომ მოგეს პენალტებში. ეხლა რატომ ამბობ სუარეს? სტატისტიკაც უნდა თქვა, 40 გოლი გაიტანა. ბომბარდირი გახდა ლა ლიგის და მე მგონი 17 თუ 18 საგოლე პასი აქვს იმ სეზონში. და პლუს გასათვალისწინებელია რა, რომ ეს არის მესის გუნდი, ანუ სუარესი მესიზე თამაშობდა და პლუს სუარესი არ იყო პენალტისტი. ანუ ბოლოს დაარტყმევინეს რამდენიმე პენალტი სტატისტიკის, ანუ გუნდის თავარი პენალტების დამრტყმელი არ იყო, ანუ სუარესი მუშაობდა სხვა ვარსკვლავზე, არ ურტყამდა პენალტებს და მოუგო ორივეს პლუს ბომბარდირებში, პლუს რაღაც არანორმალურად პასების რაოდენობა ჰქონდა. თან ეს სხვა სუარესი უკვე როცა ცენტრ ფორვარდა და გადაკვალიფიცირებული, ანუ ის არ არის ყველგან რომ იყო ის სუარესი ლივერპულში და მართლა რაღაც წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა და ისე კიოს ხას მინდა გავყვე რომ ცოტა გავამრავალფეროვნოთ ეს ოქროსბურთის ფლობელების სია და ამიტომ ჩემთვის სუარესი იყო თავარი. შემდეგი არის 2017 წლის ოქროსბურთი, რომელიც ისევ კრისტიანო რონალდომ მოიგო და ეს იყო ბოლო ოქროსბურთი სხვათა შორის, რომელიც რონალდომ მოიგო, ხო? ლეო მესი და ნეიმარი ყავს მის გარდა სიაში. აბა რა ფიქრები და რა აზრები გვაქვს? ანუ ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. ეს ზიდანის ის რეალია, როცა ორი შემადგენლობა ყავდა ლა ლიგაზე, რომ მეორე გუნდი თამაშობდა. ნუ ჩემპიონთა ლიგაზე რონალდო რაღაც ფენომენალური იყო, გადამწყვეტ თამაშებში, გადამწყვეტ როლში ასულა, ამიტომ ნუ რონალდოსი. აქაც კი. ხო, წინაზე ცოტა არ გეთანხმებოდით, მაგრამ ხო. თუ გინდა დაამატე.
ხო, მან გავჩერდით რა. სუარეს. ხო, სუარესზე რო იძახდა, რო ვართ მევდით. 2016 წლის ოქროსბურთზე ამბობ, რომელიც რონალდუ მოიგო, ეგ მკითხე. კი. ხო და შენ ხო იძახი რომ უნდა ჩამოვართო? შენ იძახი რომ არა, უნდა დაუტოვოთ. წეგან ჩემ უესლის ხვა მოაცალე ერთი. ხო და ეხლა წავიდა შენი ქრისტიანოც და გქონდეს ერთით ნაკლები. გავაგრძელოთ. 2017 წელს მოკლედ თანხმდებით ხო, რომ სამართლიანი იყო. კარგი. როგორც თქვით, ეს იყო ბოლო ოქროსბურთი, რომელიც მოიგო რონალდუმ და ამის შემდეგ 2018 წელს ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, აი ამ დენწლიანი ჰეგემონიის შემდეგ, რომელიც არც რონალდო იყო, არც მესი და მოიგო ოქროსბურთი. რამდენად ძალიან მოკლედ, რამდენად ვეთანხმებით იმას, რომ ლუკა მოდრიჩი უნდა გამხდარიყო ოქროსბურთის ფლოპელი. სხვა შორის იმ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა რონალდო, ხმებით. კარგი კანდიდატია. მე დე ბრუინის უჭერდი იმ სეზონში ხარს, კარის 100-ქულიანი სეზონი მანჩესტერ სიტის და დე ბრუინის ალბათ ყველაზე მაგარი სეზონი კარიერაში, ანუ სულთა სკილებით თუ ავიღებ, ჩემთვის დე ბრუინი არის უნიკალური ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ყველაფრის გაკეთება, რასაც აკეთებდა მესი და პლუს აქ უნდა უკეთესი ჩაწოდება. თუმცა პიკში იყო. ანუ საოცარი სეზონი ჰქონდა იმ სეზონში, ნუ მაშინ ლიგა ვერ მოიგო სიტი, მაგრამ ნუ ეს 100 ქულა პრემიერ ლიგაში ისეთი მაილსტოუნია. ჩემთვის დე ბრუინი იყო კანდიდატი. ნუ მოდრიჩიც, ნუ გრიზმანს ჰქონდა ძალიან მაგარი სეზონი, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. სამეულშია სხვათა შორის. ანუ ნუ რონალდო ალბათ არა. თუ და გაუგებარია რატო? ხო არ თან მოდრიჩიც ხო ისეთი მოთამაშეა, რომ ნუ აქ უკვე არ იცი როგორი ეპოქა იწყება, რომ აი უკვე აი გამომცხადებელი ვინც არ უნდა გამოაცხადოს, რომ მოდრიჩი ის უკვე ნერვიულობს, რომ აი არც მესის ვიძახი, არც რონალდოს და უკვე რაღაცა შეუჩვეულები ვართ იმას, რომ თქვათ ვიღაცა სხვა ოქროსბურთის მფლობელი და თუ ვინმე მოდრიჩი იმსახურებდა რა. ანუ დე ბრუინსკი, არა მოდრიჩი ძალიან კარგი. ანუ ჩემთვის მოდრიჩის საუკეთესო ვერსია იყო უფრო გვიანი ვერსიები, აი 21-22 სეზონები, აი მაშინ იყო ძალიან მაგაში მოდრიჩი ჩემთვის უკეთესი იყო, ვიდრე 2018 წლის მოდრიჩი. მაგაშიც ხო გეთახმე, მაგრამ ნუ ის სეზონიც ძალიან მაგარი იყო რა. მთელი ამ ზიდანის რეალის ბირთვი იყო ფაქტიურად და ეგ ამოძრავებდა ყველაფერს თან ეს უკვე ეს არის პოსტ კრისტიანო ეპოქა რეალში და სერიოზული საქმეა იყო თავის თავზე. მორჩით 2019 წლის ოქროსბურთი ეს არის ლეო მესის მე-6 ოქროსბურთი. სხვათა შორის დიდხნიანი პაუზის შემდეგ აქ სამეულში დაბრუნდა ცენტრალური მცველი. ვირჯილ ვან დაიკი ყავს აქ სამეულში. მესამეზე რონალდო გავიდა. რას ფიქრობთ, ეს რამდენად სამართლიანი იყო? მე მგონი ბევრი კითხვის ნიშანი აქ არ უნდა იყოს. არ მე ვთვლი რომ მესი ეს არის მესის საუკეთესო ვერსია როგორც ფეხბურთელის, ანუ რომელსაც ანუ თუ შევხედავთ ბურთით თამაშის მხრივ, ანუ ეს არის უკვე მესი, რომელიც პრობლემაა გუნდისთვის უბურთო და რომელსაც ჭირდება რაღაც დამზღვევები და ასე შემდეგ, მაგრამ ბურთით მესი აკეთებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა გუნდს, ანუ იყო რა ჩიტკოდი იყო ბარსელონასთვის შეტევაში. ვან დაიკი არის ჩემი აზრით აბსოლუტურად რაღაც ყურით მოთრეული კანდიდატი აქვს. ვან დაიკი საუკეთესო არ იყო ლივერპულის იმ ფეხბურთელებს შორისაც კი, რომლებიც დაცვაზე არიან პასუხისმგებელი. ანუ ალისონი იყო მაშინ საუკეთესო ლივერპულში, ანუ მაშინ და რაღაც არა რეკორდი მოხსნა მგონი კლინშიტების პრემიერ ლიგაში და აი ბარსასთან ის კამბექი რომ დაიდო ყველას ხო ახსოვს რეინალდუმის შემოსვლა და რაღაც ის პირველ ტაიმში ალისონს იქ არ გადაერჩინა რამდენიმე ეპიზოდში. ეგ იქნებოდა აღარ შედგებოდა ეს კამბექი და ვან დაიკიც იქ არ იქნებოდა, ამიტომ ვან დაიკი ძალიან ისეთი არასერიოზული კანდიდატი იყო ჩემთვის, ანუ თუ ვინმე არის ლივერპულიდან, მაშინ ალისონი. ლივერპულის ფანებმა ესეთ კლავიატურები ხეზის წინააღმდეგ და გამოიწერეთ ჩვენი ახი რა. ამ ოქროსბურთზე მე მგონი ვთანხმდებით, ეს არის როგორი მესი იცი, აი გოუთი როა, რო ვიცით, რო გოუთია რა და სხვა ალტერნატივა ფიზიკურად რო არ განიხილება. შემდეგ იყო, მე მგონი ირაკლი ჩვენს აზრზეა და გადავიდეთ შემდეგს, ხო? არა, კი, გადავიდეთ. შემდეგ იყო 2020 წელი. შემდეგ იყო 2020 წელი, რომლის როგორც კოვიდი გახსენება არ გვინდა, მაგრამ აი რაც უსამართლობა არის, ეს აქ ოქროსბურთი რაღაცა გააკეთონ და უბრალოდ გაუგზავნონ ლევანდოვსკის რა. არ არის საჭირო არც ცერემონია, საჭირო არც წითელი ხალიჩა, არც არაფერი, უბრალოდ ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრებს გვახსოვს ეგ საოცარი სეზონი, რომელიც ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკის და რობერტ ლევანდოვსკის უნდა კონდეს ოქროსბურთი. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ 2021 წელს უნდა მოეგო და ორი ოქროსბურთი უნდა კონდეს, სადაც ეხა მივალთ, მაგრამ ნუ მოკლედ 2020 წელი, ვისაც არ ხსმენიათ,
2020 წლის ოქროს ბურთის ცერემონიალი გაუქმდა, ბუნებრივია COVID პანდემიის გამო და არ გადაეცა არავის, თუმცა უნდა გადასცემოდა რობერტ ლევანდოვსკის. კარგი, 2021 წლის მეშვიდე ოქროს ბურთი ლეო მესის. და ნუ მეორე ადგილზე ეს რობერტ ლევანდოვსკი, როგორც ვთქვით და მესამე ადგილზე სულ შორის არის ჟორჟინიო. იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონი, ჩელსიში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორივე გუნდის ხერხემალი, თუმცა ოქროს ბურთი მაინც მოიგო მესი. არის თუ გახსოვთ ეს ოქროს ბურთი შეიფუთა და გაიყიდა კომერციულად თუ რაღაც მარკეტინგულად, რომ ეს არის მესის პირველი სანაკრებო ტიტული, როცა არგენტინამ მოიგო კოპა ამერიკა. ანუ მესი ისეთი აი როგორც ვანდაიკი იყო იქ ისევე არასერიოზულ კანდიდატად მიმაჩნია აქ, იმიტომ რომ კოპა ამერიკას კი ძალიან ძლიერი კოპა ამერიკა ჩაატარა. და მართლა პირველი სანაკრებო ტიტული იყო, მაგრამ ანუ აი გიორგიმ ხო აღწერა ლევანდოვსკის რა სეზონი ჰქონდა და ყველას როგორ იმაზე უკეთესი სეზონი ჰქონდა სტატისტიკურად, ანუ 90 წუთზე თუ გადმოვიტანთ გოლების და გოლს პლუს ასისტის მაჩვენებელს, უკეთესი სეზონი ჰქონდა ვიდრე აქ და გავარდა რეალურად ის მონსტრი ბაიერნი PSG-სთან, იმიტომ რომ ლევანდოვსკი არ ყავდა, რომელიც ააფინიშებდა იქ რამდენიმე მომენტს. ამიტომ მე ვთვლი რომ ლევანდოვსკი, მაგრამ თუ იტალიის გულშემატკივრები ჟორჟინიოს დაუჭერთ ხას, გამოყვებით ბოლომდე, იმიტომ რომ მე მაგ პოზიციის ფეხბურთელები ძალიან მიყვარს და ჟორჟინიოსაც მართლა ფენომენალური სეზონი ჰქონდა ნაკრებშიც და კლუბშიც. მე ლევანდოვსკის საზრზე დავრჩები, მიუხედავად ჩემი სკვადრა აძურული სიყვარულის. მეც ლევანდოვსკის საზრზე დავრჩები და აი აქ არის ზუსტად ის მომენტი რა, დასაწყისში რაც ვთქვი, რომ აი რის მიხედვით ვარჩევთ. აი ეს წელი არის კლასიკური მაგალითი იმისი, რომ ოქროს ბურთი არ დებილობა ბოდიში და ის რომ მესის ბევრი ოქროს ბურთი აქვს, უბრალოდ მესის სიდიადეს აკნინებს. თუ ტურნირებით განსაზღვრავთ, მაშინ აქ ჟორჟინიო ხდებოდა ოქროს ბურთის მფლობელი, თუ ინდივიდუალური თამაშით, მაშინ ხდებოდა ლევანდოვსკი. თან აი ახლა თლად ზუსტად აღარ მახსოვს ეს სტატისტიკები, მაგრამ მახსოვს რომ სტატისტიკურადაც ჯობნიდა ლევანდოვსკი მესის. რატო გახდა მესი? იმიტომ რომ კოპა ამერიკა მოიგო? მარტო იქ. ნუ აი რა კოპა ამერიკა რა რთული ჩემპიონატი კოპა ამერიკა ბენდელას თასი მოიგო და ოქროს ბურთი მიუცეთ, რადგან მესია. აი აქ ირევა ყველაზე მეტად რა, აი მართლა თუ ტურნირებით არის ჟორჟინიო ჯობნის მესის, თუ ინდივიდუალურად არის ლევანდოვსკი ჯობნის. მაშინ რის მიხედვით გახდა მესი? ანუ შეფუთეს ეგრე რომ პირველი სანაკრებო ტიტული მის კარიერაში. ანუ მესის ჩემპიონის არის კაცო ტიტული. და უნდა მოვარგოთ? შემდეგი მაინც რო არის ფიქრობ და ყველა რო არ მაგინოთ, არ ვფიქრობ რომ მესი რა ცუდი ფეხბურთელია, არ ვფიქრობ რომ რაღაცა სოფლიოს ყველა დროის ტოპ 3-ში არ არის, ბოდიში პირველზე ვერ გამყავს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ტოპ 3-შია, მაგრამ აი რამოდენიმე ოქროს ბურთი აი მართლა იმენა ძალით შეტენეს რა. ხო, არ ჭირდება ლეო მესის ეს ოქროს ბურთი იმისთვის რომ გოუთი იყოს რა. შემდეგი ოქროს ბურთი არის ადიდასმა რო გამოაქვეყნა, ხო გახსოვს ხელი თითისა შემოხვეული ბენდი, აქ რაც არ უნდა შემეწინააღმდეგოთ, არ გაგიშვებთ, არ გასაუბრებთ, აქ კარიმ ღმერთზემა, როგორც რეალის ფანები ამბობენ, კარიმ ბენზემას აბსოლუტური დომინაცია და ნუ რა ვიცი, ენით აღუწერელი სეზონი ჰქონდა. აი 2023 წელზე კი ბოლოსენ გავდივართ ბიჭებო რა, ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს, თუმცა 2023 წელზე ვისაუბროთ. რამდენად ეთანხმებით იმას, რომ მუნდიალის გამარჯვებულს მესი მოიგო ოქროს ბურთი, get robbed იყო ერლინგ ჰოლანდი ერთის მხრივ, რომელსაც სასწაული სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა მეორეს მხრივ მესი რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და თუ ხა კოპა ამერიკის მოგებაზე მისცეს ოქროს ბურთი, მაშინ მით უმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მიეცათ, ხო? კარგი, ამაზეც ვისაუბროთ და პრინციპში გავედით ბოლოში, თორე ჩვენ რო როდრის ვაძლევთ იმ ოქროს ბურთს, მე მგონი უკვე ჩვენო მაყურებელმა იქ. ეს ის არისო, აი კოპა ამერიკა მოიგო და მივიცეთ ხო, ანუ მსოფლიო მოიგოთ, ან საუკეთესო ტურნირი ჩაატარა ალბათ სანაკრებო, რაღაც ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატებს და ასე შემდეგ. პლუს PSG-ში ჰქონდა კარგი სეზონი სტატისტიკურადაც. და ესეც ალბათ ეშორება. მე არგენტინის ძალიან დიდი ფანი ვარ. მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ერთი 7 თამაშიანი ტურნირი არ უნდა წყვეტდეს ოქროს ბურთის ბედს და მთელი სეზონი უნდა განიხილებოდეს. ჩემთვის აქაც როდრი იყო, ეს არის სიტის ტრებლის სეზონი, როდრი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც პლუს გარდა იმისა, რომ თავის ფუნქციონალს
ძალიან მაგრად ასრულებდა, საკვანძო გოლები ჰქონდა, ფინალში გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ბაიერნთან გაიტანა, თუმცა მარცხენა ფეხით დაარტყა ცხრიანში და ანუ ძალიან დიდი ანუ ჩემს აქაც როდრია საუკეთესო პლუს არ არის ჩემთვის ჰოლანდი რაღაც ისეთი კანდიდატი, იმიტომ რომ ისტორიული შედეგი და პრემიერ ლიგის საუკეთესო რაც ბომბარდირი გახდა გოლების მხრივ თან აჯობა შირერის რეკორდს, რომელსაც უფრო მეტი თამაში ჰქონდა, 22 გუნდიანი იყო მაშინ. პრემიერ ლიგა და ეს ძალიან დიდი მიღწევაა მართლა, პლუს ტიტულებიც მოყვება და რაღაც. ამიტომ რადგანაც მე საკლუბო ფეხბურთს ბევრად უფრო წინ ვაყენებ ვიდრე სანაკრებო ფეხბურთს, ამიტომ ჩემთვის როდრი ჰოლანდი. თუმცა ანუ მე არ ვთვლი რომ მესის თქვათ ეს ოქროს ბურთი ჭირდებოდა დიდად თავისი რაღაც ლეგასისთვის. მე იმას არ ვთვლი დიდად რომ სოფლიოს ჩემპიონობა ჭირდებოდა იმისთვის რომ უეჭველი სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულიყო. საერთოდ რაღაც სანაკრებო ტურნირების, რომელიც ძალიან მოკლევადიანია და სადაც რომელიც პლეი-ოფის სისტემით ტარდება და სადაც ბევრ რაღაცა შეიძლება შემთხვევითობამ გადაწყვიტოს ან რაღაც კონკრეტულმა ეპიზოდმა, მათი როლი არ უნდა იყოს 100-ზე ზემოთ დაყენებული, ანუ ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, რომ არც კანავარო იმსახურებდა 2006 წელს ოქროს ბურთს, არც რონალდო იმსახურებდა 2002 წელს, რომელიც მარტო მსოფლიოს ჩემპიონატი ითამაშა იმ წელს. ტრავმა ჰქონდა. და არც ზიდანი იმსახურებდა 98 წელს, რომელსაც ის მსოფლიოს ჩემპიონატიც კი ძალიან ცუდად ჩაატარა, უბრალოდ ორჯერ თავი დაარტყა კარში ფინალში. ანუ ესეთ ჩემთვის თელ სეზონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ხრივ ჯერ როდრი და მე ჰოლანდი. ოკეი, რეზიმ რაც თქვა მესიზე, არგენტინის და მესის ფანები რეზის ნუ გაუბრაზდებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ეს არის ადამიანი, რომელსაც არგენტინის ნაკრების არც ერთი თამაში არ აქვს გამოტოვებული თან ლაივში, ანუ ტიპი ათენებს ბოლივიას რო ეთამაშებოდეს, მეხუთე შემადგენლობით რეზი მაინც უყურებს. ამიტომ არგენტინის ნაკრების დიდ რეზზე დიდ გულშემატკივარს ცოტას ვიცნობთ მოკლედ რა. მოკლედ, ხო, მე დაუტოვებდი ამ ოქროს ბურთს მესის. იმიტომ რომ არ მივცემდი ჰალანდს. არ მიყვარს ჰალანდი და ამიტომ არ მიცემ. ანუ აი წეღან რაც თქვი რომ ეხლა სუ იყო აი მაგ პერიოდში განსაკუთრებით რომ აი მესიმ რომ მესის რომ სოფლიო არ აქვს მოგებული აი რა იცვლება ერთი ტიტული. კი ბატონო, სოფლიო ჩემპიონატია. ყველაზე დიდი ტურნირია ფეხბურთში, მაგრამ მაინც რა იცვლება ტიპმა 20 წელი რა გვაჩუქა. რომ ვუყურეთ მაგას და მოვესწარით იმ მეორე გიშსაც და ამასაც ამ მანიაკსაც ამ ორს ვუყურებდით. რა ვიცი, მე რაც თავი მახსოვს, ეგორი მახსოვს. 2003 წლიდან უკვე გამოჩნდა რონალდო და მესიც. 2003-ში გამოჩნდნენ ერთად რა და ამას მოვესწარით. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული აქვს თუ არა, მე რა. როცა მესი ხარ და ეგეთი მოთამაშე ხარ. ან აი კრისტიანო რონალდო რატო არ არის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რადგან მსოფლიო არ აქვს მოგებული რა, გაკეთებული გადავხედოთ, აბა ლიგა აქვს მოგებული 900 ჯერ და ნაფრენი აქვს ტიპს. მაგრამ აი მაგ წელს მართლა თან ყველაზე კარგი ცი რა არის, რომ ქრონომეტრაჟშიც არ ჯდება. ანუ ოქროს ბურთი რა ვადებითაც ფასდება. სოფლიო ჩემპიონატი მე მგონი მაგას არ ჯდება, თუ სწორად მახსოვს. იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი გადაცდა მაგ იმას მე ეგრე მახსოვს რა. მე მგონი მას შეცვალეს და სეზონი იყო, ეს შუაში იყო მაგ სოფლიო ჩემპიონატი. ხო, შუაში რო იყო, მაგიტო და 24-ში გადმოდიოდა რა. და მაგასაც ცდებოდა და ნუ არა, ეგეც წავართვათ მესის და გადავცეთ მე ხო კი იცით როდრი როგორ მიყვარს. ჰალანდმაც მანიაკალური სეზონი ჩაატარა და მაგრამ მე მაინც როდრის მიცემნი მას ნება ჩვენია და წავართვათ. რამდენი დაუტოვეთ ისე? საბოლოოდ რეზი რამდენი დაუტოვეთ? არ დამითვლია, ბოლოს გადაცემის ბოლოს. ისე რო შევაჯამოთ და რაღაც დავამთავროთ ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ანუ ამ 4 ფეხბურთელს შორის თქვენი აზრით ვინ მოიგებს პირველი? ანუ მბაპე, ვინისიუსი, ბელინგემი თუ ჰოლანდი? მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში არც არ აქვს ჯერ. აუ რართული შეკითხვა. რა ცუდი დასვა. მოდი ეს მოვიტოვოთ ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში. ან კომენტარებში დაგვიწერონ. ხო, იმის თქვა მსურდა ზუსტად, ძალიან საინტერესო თემა წამოიღო. ფეხბურთი არის ძალიან საინტერესო იმით, რომ და რატო გვიყვარს ფეხბურთი, ხო, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ემატება დისკუსიები. ამიტომ გთხოვოთ მინდა რომ კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრები, ჩვენ არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ სრულ ჭეშმარიტებას ვაღადებთ, ვამბობთ ჩვენს აზრებს.
შესაბამისად ჩვენთვის საინტერესოა თქვენი აზრებიც. მოკლედ, თუ ამ თემაზე დაგვიწერთ ბევრ კომენტარს, ძალიან დიდი ყურადღებით წავიკითხავთ და გავითვალისწინებთ, შეიძლება აზრიც კი შევიცვალოთ. კარგი, წავედით დასასრულისკენ პრინციპში, ერთს ვიტყვი, რომ ტერმინალში ვართ, სანამ ირაკლი მეხვეწება რაღაც ვათქმევი, რომ ტერმინალში ვართ და მადლობა მინდა ტერმინალის ადმინისტრაციას გადაუხადო იმისთვის, რომ გვითმობს ამ სივრცეს. მე და გემშვიდობით პრინციპში, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და გადამღებ ირაკლის მინდა ვთხოვო, რომ ამ ირაკლით დაამთავრე კადრი. რომელ ჭეშმარიტებაზე ვლაპარაკობთ? 2 წუთის წინ მესი დავტოვეთ 3 ოქროს პურტი. აი რა ჭეშმარიტება. ბლუყუნებთ რაღაცებს და თქვენც თუ მოგწონთ ჩვენი ბლუყუნი გამოგვიწერეთ. არ ვარ ცუდი ხალხი ხო ხედავთ აი მესი და კრისტიანო ჩვენთან არავინ არ არის წავართვით ოქროს პურტები გიჟივი. ნახვამდის გემშვიდობებით შევხვდებით შემდეგ სამშაბათს გიყვარდეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს. და ითამაშეთ კიდევაც.